ბატონო პროფესორო მობრძანდით. აი რატო შეგაწუხეთ? ეს გასქურა ძალიან დაძველდა. ხო და ლაშა 3 თვის ხელფასი წინასწარ გამოვარდვი და ახალი გასქურა ვიყიდე. მადლობთ. ხო და ბატონო პროფესორო, მთელი დღე სახლში ხართ უსაქმურად, არაფრის მაქნესი, ყურადღებას არავინ არ გაქცევთ და რომ მოიტანენ იმ ახალ გასქურას იქნებ ეს მოხსნათ და ის დამიმონტაჟოთ. აჰა, გასაგებია, მაგრამ ხელოსანი რატომ არ გამოიწახეთ? ხო იცი რა, ხელოსანს ფული უნდა მივცე. შეკიდე ერთ ხაჭაპურს გამოგიცხობ რაღაც მაიმუნობას და შენს კარგად იქნები და მეც. მართალი ბრძანდებით, მაგრამ მარტო გამიჭირდება, ვინმეს დახმარება დამჭირდება და ემზარი სად არის? ესე იგი ემზარს ძალიან ბევრი საქმე აქვს. ტოტალიზატორში 21 ლარი მოიგო. დიდი მადლობა. 9 გუნდი დასვა. ეხ ცარიელი ტვინია ჩემი ემზარი, მაგრამ რა დგინა? ეხლა აღარ უნდა სამსახურებში ასაკოვანი ხალხი. წეღანე ზოში დავინახე დომინოს თამაშობდა. მოსულა. არა, მაგრამ მაინც ვერ დაუძაღებ. მაგისთვის მძიმი საწევა არაფერთ არ შექმნას მძიმია. არა, სულ არ დაჭირდება მძიმი საწევა, ქალბატონო, უბრალოდ იარაღები რომ მომაწოდოს ხოლმე. ვაიმე, არ იცი რანაირია, შემოვარდება, ნახავს რაღაცა მძიმეს და მაინც აწევს. არა, არ მინდა. მოდი ფრიდონს დაურეკა, ისიც შენაირი უსაქმურია, მთელი დღე სახლშია და მომსპარია. ტელეფონი ხო არა გაქვს იმისი? არა, ზეპირად არ მახსოვს. მე ვიცი, მაგრამ მინდოდა შენ დაგერეკა, რომ შენთვის მეთქმევინებინა ეს ყველაფერი. კაი, დაურეკავ მე თვითონ. გავიდა. ნეტა სახლში თუ გდია? დედა არ იღებს, ხო არ გაფშიკა ნეტა ფეხები. ვაიმე. აიღე ყურმელი, შენ აგიღო ჭირმა. ფრიდონიკო, სახში ხარ? ხომ არ გაგაღვიძე ჩემო უსაყვარლესო მძახალო? არა, გენაცვალე რა მინდა იცი გთხოვო, დიდი სუფრა მაქვს გაშლი, სტუმრებს ველოდები და მინდა ჩამოხვიდე, შენ მინდა რო იყო თამადა. ტყელტუჩა წამოიღე. ხო და ტყელტუჩას წამოიღე. რა გვინდა ტყელტუჩა? ხო, გასხოვებულად გამოგადგება გასხოვებულ სასმისად. კარგი. დაიჯერა? კი, ჩამოვა. მე დავიჯერე, რომ დამირეკე და მითხარი სასტრაფო ჩამოდი, ჩემი ემზარი ხრიალებსო. კაი. რა შევიძლია ჩემ რძეს დალე? არა. დალია და აი ამას გაჩუქებ, ნახე. აი ამას მოგცე. ელენე, ძალიან გაუზრდელდა შენი შვილი, ეხლა ამას რო გე. ლაშა, იცის რომ მანქანის გამო ყველაფერზე ხარ წამსვლელი. ელენე, მომისმინე, თუ გახსოვს, მე დიანას იმიტომ ხვდებოდი, რომ შენ არ გაეშვი სამსახურიდან. ეს ერთი და მეორეც, მე გადავწყვიტე, რომ დღეს დავშორდე დიანას და დაუბრუნო მანქანა. გაიგე? ლაშაბიძე, ჯერ არ დაშორდე რა. ახალი მანქანა სკოლაში მიმიყვანე და იქ რომ მელთ აპიპინე და მე დაშორდე. ძალიან გავიდა ეს ბავშვი თავს, ძალიან. ისე დედა როგორ წარმოვიდგენდი რომ ჩემი ბიცოლა მანქანა იქნებოდა. ფიზიკურად არ მაცადეს რძის დალევათავრე. მართლა რა გატუტოცებულია ეს ბავშვი რა. ლაშაბიძია, დიანას არ ყავს ვინმე ნათესავი რომ ველოსიპედი მიყიდონ? ლაშა ისე მართლა რა რომანტიულია რა.
დიანას ყვავილებმა ნაპერწკალი გააჩინა. დათუნიამ გააღვივა და მანქანამ აგიზგიზა. კარგი რა ელენე რა, კარგი რა. მე გითხარი რომ მართლა გადავწყვიტე დღეს რომ დავშორდე მეთქი დიანას, ხო? ლაშა, ხო იცი რომ ესე ადვილად ვერ დაშორდებია რა. ვიცი რომ ვერ დავშორდები ესე ადვილად, მაგრამ უნდა ვეცადო. მეთქვი რომ რაღაცნაირად არ გამოდგა ისეთი ჩვენი ურთიერთობა როგორიც მე მეგონა. ხო, ლაშა და დაამატე რომ იყო ისეთი მომენტები, რომლის დავიწყებაც არ მინდა და ამის გასახსენებლად სულ პატარა საჩუქარი დამიტოვე 3 და 5 ძრავით, ახალი საბურავები და ტყავის სალონი. მოყვები შენც იმას ძალიან გთხოვ რა. მე მართლა გეუბნები, შენ იხუმრე ელენე და მე მართლა გადავწყვიტე და ნახავ თუ არ დავშორდები, აი ნახავ. კარგი, მე კარს გავაღებ. მიდი. გამარჯობა მეზობლებო, გამარჯობა. რა ჩაკეტი ხარ სახში, რაც განდით ნახე რა ფული იშოვეს მეზობლებმა, განდით ნახეთ რა ხდება გარეთ. რა ფული იშოვეს ბატა? გადაიხედე აი მივიდა ნახე რა ვერცხლისფერი სულ ახალი ჯიპინია, ნახე რა მაგარია. ახლა საღი ხარა სახში აზიარა. ხეული მსახიობი მოვიდა, მოიცა. მოგწანდით, მოდი ფრიგენაც. გამარჯობა, ბატონო პროფესორო. რა ხდება აბა, რას აღნიშნავს? დაში დავლიოთ. ბატონო ფრიდო, თქვენ თუ იცით რომ სპირტის მოლეკულები შედგება ნახშირბადის, წყალბადის და ჟანგბადის ატომებისგან, ხოლო გაზის მოლეკულა ნახშირბადის და წყალბადის ატომებისგან. მე რა მე რა და შეგვიძლია სადღეგრძელო თქვათ, გაზი ჩავისუნთქოთ და ჰაერი დავაყოლოთ. აი მე გარასწავლო ჩემი მზარს არ გაიგუდოს კაცი. მოიც. სტუმრები სად არიან? რა და გასკურა გაბუჭდა და წავიდნენ და ამიტომ აი მომატყუე ხო? კი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩამოხვედე ხარ მე ხმარი პროფესორს და გააკეთე ამ ძველს გამოიღებს და ახალ გასკურას მოიტანე და იმას დამიმონტაჟებთ. ახ ნუ მე კიდევ 3 კიბეს ვახტებოდი ერთად ხარ. კაი რა ხარ ბარე მე ხმარი ხო მარტო ცოდვა პროფესორი მე წავალ წამოწვევი არა ვარ კარგად. ხო მართლა მაცივარი სავსეა ყველაფრით ხილი სასმელი ყველაფერი შიგნით არ ოღონდ ხელი არ მოგედა ჩემი ემზარისთვის არის ყველაფერი. კარგი გიქნიათ ეს სუნამურო დაგისხიათ. მოიცა ახლა გას შეიშაყრის თავი მაგ. დავამონტაჟოთ ახლა ესა და წავიდეთ დროს. მომისმინდა გაზი უნდა გადავკეტოთ. რა ვიცი მე 5 წუთი ჩასუნთქული ვძლებ და თუ გინდათ ნუ გადავკეტოთ. ვიღაცა მიყიდა ახლა. ალბათ ძალიან იცი რა მაგარი ჯიპია ლაშა ვერცხლისფერი სულ ახალია. ვიცი. რა იცი. ჩემია. შენია? შენ მოიც მაშინ ის რა ქვია სურვილი რო ჩაწერე თუ ოცნება ეგო. დიანა მაჩუკა ლაშას მათი სიყვარულის ნიშნად. ვარამ. ესე ვაი უკვე შენ არ ამბობდი გუშინ უნდა დავშორდეო, ჰა? რაიმე პაატა დღესაც მაგას ამბობს. ვამბობ და შევასრულებ კიდეც. გუშინაც ვამბობდი, დიახ, ვამბობდი პაატა, მაგრამ რა ვიცი გუშინ მიფიქრე რომ რაღაც გზნობები იყო მაინც ჩვენ შორის და. თუ დღეს გადავწყვეტე და ამას მოვახერხებ კიდეც. აი ნახავთ. რა საინტერესოა, რა მაინტერესებს იცი, რა ძრავი აქვს მაგ გზნობებს ერთი ხო ვერ მეკრე. კარგი ხო მართლა ახალი მანქანა, ისე მართლა სულ ახალია? კი ბიჭო, მაგრამ ეხ სულ ახალია რა, 30 აქვს გავლი. 30 ეგ არაფერი მე რა მოხდა. სამაგერო დიანა დახვდა ცენტრიდან ახალი გამოყვანილებით. მე რა. კარგი. ისე პაატა დიანა რაც უდათ იცნობს არა ლაშას. რატო და არ იცის რომ ამის დათანხმება 4 ხინკალზე შეგვიძლია. მაგარი 35-ზე ვერა. დამანებეთ ერთი. მე ვიცი, მე მივხვდი შერანაირით მაკავსელენე. მე მგონი ვიცი მე. აბა როგორი? როგორი და ან ფულის გულისთვის მართლა ყველაფერზე აწავსლე და არამზადა? ან კიდე მართლა მოეწონა ის დიანა და შტერია? რა უნდა გითხო, თეკლას სად არის ხო არ იცი? პაატა, შენს კაი ვინმე ხარ, ეხლა გაგახსენდა ხო? რა ვქნა, ხა აქამდე ამას დავცინოდი და.
სად არის მართლა მითხრა? სად არის და სანამ შენს ბუღალტერს თუ ვიღაცას ხვდებოდით, ეკლა წადგა და შეხვდა ლექტორს. ვის შეხვდა? ლექტორს. უნივერსიტეტში რო ასწავლის აი იმ ლექტორს. ვინ ლექტორს შეხვდა? ელენი, შენ რეებსი ძახი ერთი წუთი? ვინ ლექტორს შეხვდა? ლაშა რა ხდება ვერ და მომისმინე უნივერსიტეტში რომ ასწავლის იმ ლექტორს შეხვდა. მართლა? ხო, მართლა, აბა შენ თუ ვიღაცებთან დადიხარ, თეკლას რა არ შეუძლია, თუ რა? ვაიმე ელენე. მიდი საწამლავი მომიტანე. რა საწამლავი პაატა არ გვაქვს. კარგი, მაშინ ყავა გამიკეთე ერთ-ერთზე. მაგარი არ მინდა მაინც გულს მიჩხარებს მეშინ. ბატონო ფიძო, რა საკეთებთ? გიყურებ. გასაგებია. ხალბატონი ნუნუ სად არის? გაზის ცენტრალური საკითხი კარგად არ იკეტებაო და ეზოში ჩავიდა არ მოიწამლოო. ბატონო ფიძო, გინდათ იმ ახალ გაზქურას რომ მოიტანენ, ისე დავამონტაჟოთ, რომ ცოტა საპარებდეს. მაგრამ თქვი აპარებდეს. მარტო შეგიძლიათ ეს გაზქურა რო აწიოთ ცოტათი. რა იყო რა ხდება? თითი მოხს მოჭეჭყე და ძალიან. რა პრობლემაა? შეგიძლიათ გასქურის უკარო ასანთი შეანათოთ? გასქურის უკან? ო. არა მაქვს ასანთი. სანთებელა? სანთებელა მაქვს. აბა. არაფერი ხდება. რა ვიცი, ნახოთ აბა. ბუხ! რა იყო გამისკდა გული რა? ნაღამ შემაშინე. რაღაცა ძია. მეც დავინახე და მაგის გამო შეგანათებინეთ. მე გძელი ხელი მაქვს და უკეთესად მივწდები. ეს ერთი გავმართვით. რა არის ეს? რაღაც საბუთია. რა? ქ-ბ ნუნუ დამპატაძეს უარი ეთქვას ლტოლვილი სტატუსის მინიჭებაზე და უკანონოდ მიტაცებული ფართის დამტკიცებაზე. ამას ვიყურე. ხ ნუნუ ნახეში. ნახე რა არის? რავი, რაღაც წერილებია. მომეცი ნახე ვარ მივონესი. ძველი წერილებია. ჩვენ მე წავიკითხო, თქვენ წაიკითხეთ. მომეცი კი. ჯარიდან გამოგზავნილი არის. მომეცი. ეთქობა. ემზარი წერდა ჯარიდან. ნახე შენ ემზარს წერაცოდნი. საახალწლო საყიდლების სიას ვადგენ. აუ, რა მაგარია, როგორ მიყვარს ახალი წელი. ჩემზე მეტად მიყვარს. ჩემზე მეტად, ნიკო? არა, დედა. ნუ, ჩემი სიყვარულის სიაში პირველ ადგილზე შენ ხარ. მე ახალი წელი, მე ლაშაბიძე, მე აიპადი და მე ფიზიკოსი. და სკოლა? სკოლა არის 246 ადგილზე. კუბიკსა და კისელს შორის. აჰა, ძალიან კაი, ეს ერთი სია დავამთავრე, ეს ლაშაბიძიას სია, ეხლა ჩემთვის დავიწყე. მაქსიაში მეც ხო გამithვალისწინე. კიდე მითხარი რა გინდა? ახალი ფურცელი აიღე, არ გიყოფა. დავიწყო? დაიწყე. ესე იგი, 100 პატარა ასაფეთქებელი, 50 პატარა ოღონდ მწვანე, მერე 50 პატარა ოღონდ წითელი, 30 ცოტა დიდები როა, ყვითლები, 50 დიდები როა მწვანეები, 30 დიდები როა წითლები, 10 ფითილი რომ აქვს, 30 მალე რო ფეთქდება. ნუ ახალი წლისთვის ეგ მეყოფა. ეხლა ძველით ახალი წლისთვის. ესე იგი 30. ნიკა, რა ამბავია?
აბა რა ვქნა წინა წელს სულ აშაბეძიამ და პაატამ დამიხარჯეს. ნუ სიმდენი აუფეთქეს რომ მე აღარ დამრჩა. არა ნიკა მაგდანს ვერ გიყიდი დამიჭერე. კარგი ხო. მაშინ მამა დამპირდა ახალ წელს ბაბუა ჩემის დროინდელ ყუმბარას გაჩუქებულა. არა ეხლა ეგ კაცი სულელი არ არის. კარგი რა დედა რა ძლივს რაღაცას ჩუქნის არაფერი არ უთხრა. ნიკა არც მე გიყიდი ამდენ ასაფეთქებელს და არც მამა შენი გაჩუქებს მაგ ყუმბარებს. ხო, კარგი ხო, მაშინ წელსაც ფიზიკოსი გამიკეთებს და შეხოვილი ხელები თვილი. კარგი ნიკა გიყიდი, ხო, გიყიდი. რა მაგარია, წავა მაშინ წინა წელს რომ დამჩა იმეებს ავაფეთქებ. ჩემო ულამაზესო და გედის ბუმბულივით ნაზო არსება. შენ საქართველოში ხარ, მე შუა აზიაში. მაგრამ ჩვენ შორის სიყვარულს მანძილი ვერაფერ დააკლებს. ნახე შენ, ნახე, ნუნუ თავისი სილამაზით შუა აზიაშიც კი ატყოვებდა ემზარს. ეს ნახე ეს. ჩემო შროშანო. 27 ივლისი იყო. ისევ შენზე ვფიქრობდი და საგუშაგოზე ჩამეძინა. მეთაურმა დამინახა და ჰაუდბახში ჩამსვა. ამიტომ ვერ წერდი წერილებს 2 თვე. ემზარი ეძახ შენ და როგორ ყარებია შროშანი. კარგი. ისე ეს ნახე ეს. ჩემო დედოფალო ნუნუკა. ძალიან მენატრები და სულ მაგონდები. ჩემს მეთაურს ზუსტად ჩემნაირი ტუჩები აქვს და სულ იმას შევციცინებ ხოლმე ტუჩებზე. ტუჩებზე? ამის გამო გამიბრაზდა და კიდე 2 თვით ჩამსვა ჰაუდბახში. მაგრამ აბა ეს ნახეს. ჩემო ბრანჯია. როცა ჩამოვალ ჩაგეხუტები და აღარასოდეს გაგიშვებ. აიცო და იმ ბედურმა აქ რა ელოდა თორე აჩამოსვლელი იყო. ნახე ესე კიდე. ჩემო ფიფქო, 18 თვე აქ ვარ და ისევ ტკივილამდე მიყვარხარ. ცოტაღა დაჩა 2 თვე რა. მახსოვს ჩვენი ერთად ყოფნის უკანასკნელი ღამე. გავაგზავნო. თუ უნდა გააგზავნო, აბა რა ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო. ერთმანეთს ვეხუტებოდი, ყოცნიდი და შენ? შენ? ამას გამოვტოვებ თუ შეიძლება ვერ წავედ. გამოვტოვე რა, გასაგებია ის ეს ყველაფერი. მე ბედნიერი ვარ რომ მიყვარხარ და ორმაგად ბედნიერი ვარ შენ სიყვარულით რომ პასუხობ. იმედი მაქვს მალე ჩამოვალ და დავო ჯახთებით. სიყვარული ჩენი საბჭოთა ჯარისკაცი. ხედავ შენ. აბა ხომ არ ზარმაცობეჩები, უსაქრული და ზარმაცი მუშები. აბა რასაკეთებ? აბა იცინი? ჯარის ამბებს ვიხსენებდით და. ხალბატონო, ისე ემზარი არ იხსენებს ხოლმე ჯარის. არა, ემზარი არ ყოფილა ჯარში. რა და ემზარი ყელტერფიანია, შორს ვერ ხედავს და თანაც ორგანიზმი არ უწყობს ხელს, ვინ წაიყვანდა ჯარში. აბა ეს წერილები. აიმე ესეც მო. რას წერ? საახალწლო საყიდლების სიას ვადგიდეს. უკვე? სად გეჩქარება? აბა თეკლა ეხლა თუ არ ვიყიდი, მე საახალწლოდ ყველაფერი ძვირდება ჩვენთან და. ვაიმე ელენე, შემომხედე სახეზე, მატყობ. რას? სიხარულს. არა თეკლა, ჯერ ისევ შეშინებული სახე. ხო, ვაიმე ელენე. გუშინ პარკში ხო შემხვდა პაატას თანამშრომელი ზაური. ხო და იმან მითხრა რომ პაატას უნდა და შენთვის ხელი ეთხოვაო და უბრალოდ რეპეტიციობდაო და მე კიდე მეგონა რომ პაატას ხო უყვარდა, რაზე ყვარელია ჩემი პო. ხო და ეხლა ლაშამ დამირეკა და მითხრა რომ ის ლიფი ჩემი მეგობარი გოგოსი იყო. რა? სხვა ლაშამ დამირეკა. რა კარგი ელენე, ყველაფერი კარგად რომ დავთავრდა. ხო, თეკლა ეხლა იცი რა ქენი შენ? ადექი შედი პაატასთან და ბოდიში მოუხადე იმ შენ ლექტორს რო შეხვდი. ხო. ვიცა პაატამ საიდან იცის?
რა ვიცი, ეთყო და ვინმე უტვინო. ელენე, შენ უთხარი, ხო? აუ, თეკლა, შენ თვითონ არ მთხოვე უთხარიო? კარგი, ელენე, რა მე რო გითხრა, ხელში დანა ჩაირტყი, მეთქი ჩაირტყა? აბა საათ. ელენე, რა გუშინ ვაპირებდი პარტასთან დალაპარაკებას, მაგრამ ვერ მოვასწარი და ეხლა სამსახურიდან რომ მოვა დაველაპარაკები, რა მაგარია. რა არის ეს შეგეშინდა? არა ნიკა, ცუდად ვარ. რა გტყიო? ნამუსი. გაგიცივდა ალბათ. ზალ, ეს რა ამბავი გასკდა კაცო? აბა, ვინი ფიქრებდა, რომ ემზარს ფრთელი ტერფი ექნებოდა? ეგ არა კაცო. გამოდის რომ როდესაც ის კაცი ამ წერილებს წერდა, ნუნუც იმ წელს გათხოვდა. გამოდის რომ ნუნუ ახალგაზრდობაში მაგარი ნაშა იყო? არა, ეგ არა. ის როგორი იყო ის კაცი, რომ ნუნუ მემზარი ამჯობინა. ვიდებო, მოდით. რატომ წუხდებოდით ქალბატონო ნუნუ? მე რა შეწუხება თქვენი ისეთი საქმე გამიკეთეთ, დაგპაკიჟებდით კაფეტერიის ხარჯზე, მაგრამ ხო იცით ლაშა რა წუწურაქია. რანაირი გემოაქვს ამას არის? ვაიმე, ნუჭა მამას ეს გაფუჭებულია. გამოვიტანე მინდოდა გადამეყარა, მაგრამ ვიფიქრე თქვენ გადაგაყრევინებდით. ისე თუ მოგწონს და შეჭა მორლარად მოგწევ. ეს რა გავიგე ქალბატონო ნუნუ? ეს რა გავიგე ამას ველოდი რა? არ ველოდი ამას მე არ ველოდი. ქალბატონო ნუნუ, ესე იგი ემზარი არ იყო ჯარში, ხო? ვაიმე, რა გამიჭირე საქმე? არა, არ ყოფილა ჯარში, რა. იქნება თვითონ ნუნუ იყო ჯარში და ისაგზავნდა. კითხე, მედი, კითხე. ქალბატონო ნუნუ. ბატონო. მე ხომ არ იყავით ჯარში? პროფესორო, მთრალი ხარ? ვინ დაგვალევინა თორე დიდი სიამოვნებით. ერთი წუთით ბატონო ფრიდონ. დიახ. ბატონო, მე და ბატონი ფრიდონი რო თქვენ სპინაში გასკურას ვამონტაჟებდით, ერთი ფილმი გაგვახსენდა. კაი. ერთ გოგოს შეუყვარდება ერთი ბიჭი. ეს ბიჭი მიდის ჯარში და იქიდან უგზავნის წერილებს ამ გოგოს რა. ეს გოგო კიდე ამ წერილებს გასკურის უკან მალავს და მალავს. მალავს და საიდუმლოდ ინახავს, არავის ეუბნება. იმიტომ რომ ეს გოგო უკვე გათხოვილია. ხედავ შენა. ხենց ხომ არ გინახიათ ეს ფილმი შემთხვევით? ვაიმე. ნახვით არ ვიცი, მაგრამ ეს სიუჟეტი მეცნო, თითქოს მე მონაწილეობ ამ ფილმში. ვაიმე, არა, როგორ? მე რანაირად? არა როგორ ვაიმე ბიჭებო, ძალიან გთხოვთ რა, არავის არ უთხრათ რა, გთხოვ რა, ფრედონ არ დამიგრიო რა, ოჯახი გთხოვ რა. მე რატომ უნდა დაგიგრიო მე? აი, წყალი დალიე. მე არ მინდა. გიყვარდა? ნუნუ, გიყვარდა? ძალიან. ამდენი ხანი ამ ხელად ვერ თეატარი. აბა ოჯახს ხომ არ დავანგრევ? ო. იმზარმა იცის? არა. უთხრა? არა. ინდირა მიცის? ვაიმე, არა. უთხრა? ვაიმე, არა. ხომ არ შეგაწუხეთ? კი. ვაიმე, ბიჭებო, ახალგაზრდობაში ისეთი ქორფა გოგო ვიყავი. ძალიან ბევრი ბიჭი შემციცინებდა, მაგრამ მე მარტო ის ერთი მიყვარდა. მე ჯარში რომ წაიყვანეს დარდისაგან გავსუქდი. ახალგაზრდობის სურათები მაქვს დანახი შენ იკას გაიფუთქუნა ხარ. სხვათა შორის არც მაშინ მაკლდა დარი. არ ვიცი. მე ნუჭა მაგას გაფუჭებულია მეთქი ხო გითხარი დააგდე რა. ისე ქალბატონო ნუნუ. ბატონო. აი გათხოვილი ქალი. უცხო კაც როგორ ხვდებოდით ა? ვინ არის ბიჭო უცხო? ჩემი ინდირას მამა უცხოა? აბა ემზარი რა შვაში ან საერთოდ ვინ არის ემზარი თქვენი?
ბაი. გაიგე რა თქვა? გამარჯობა. აი მაგ. მაგნაც ხას უჭამთ გაფუჭებულია ეს. იცი? ბატონო პროფესორო. ბატონო ფრიდონ. ახლა უნდა მოვიდეს დიანა და უნდა ვუთხრა რომ შორდები. და თუ რაღაცა ხო დამეხმარებით, ა? არ დაარტყა. რატო უნდა დავარტყა? რატომ და ის დაგარტყა და შენ ხელი არ შეუბრუნო. თუნდაც არ მეწავედი. მოიცა მეც მოვდივარ რა. ბატონო პროფესორო, ისე მართალი თქვა ნუ არ უნდა გოჭამა ეს ნამსხვარი. აი იყოს. მოიცა. ნუ თუ უთხრა. ნუ თუ უთხრა რომ ეს ნამსხვარი გაფუჭებული იყო რატო ჭამდნენ? ვიცი. ალო, ხო დიანა. კი კაფეტერიაში ვარ. შემოდი. ხო, კარგი. რა თუნდა შემოცილება გამაგიგებს ეს კალი. დიანა, მე უნდა გითხრა რომ მე არაფერში აღარ მჭირდება ეს მანქანა. მართალი ხო ჯმუნდა თუჩა. ორი კვირა მართლა აღარ დაგჭირდება ეს გასაღები. აი, პრაღის 2 საგზური. ყველაფრისგან დავისვენო, ჩემო გმირო. Hai, ხუთი რა. მომიცი. ბადა სიმართლე გითხრა ძალიან გამიკვირდა რომ დამირეკე საუკუნე არ გამოჩენე. ხო, ხტები მეგი აი ეს გადარბენებზე ვიყავი და. მე კიდე მეგონა დავავიწყდით ხო? აი მეგი არის ხონი არა და მოვიწყდი. რეებს ლაპარაკი. მეგი. აბა. ჩაი ყავა, კეფირი. კეფირი. კი ბატონო, კეთილი. და შენ ისევ თხზავ? ხო, გოგო, ხტები ეს თხზავ ხო. ხო. ხარაშვები, აბა მოვა. რა ვიცი, არაფერს რას ვიზავ. უი, მართლა მეგი რა უნდა კითხო გამომართვი ეს? გოგო. რა შუა მართლა შენი ქმარი კიდე აწუხებს რადიკულიტი, ჰა? კი. საწოდავი ძალიან აწუხებს. მადლობა რომ მოიკითხე. როგორ წვალობს, რა გახდა რა? არა უშავს. ვაიმე რაღაც არიან, ეტავი უნდა იყოს. ერთი წუთი დამოვიდა ხო მეგი? კი. ვაიმე თეკლა. მეგი შედი ოთახში. ასე უცებ? მეგი შედი ოთახში რო გეუბნები რა. შედი ოთახში. კარგი. შედი მეგი შედი. მიდი მეგი შედი მეგი შედი. შევედი. კარგი. პატა გამარჯობა. გაგიმარჯოს. პატა, ერთი წუთით მომისმინე რა. მისმენ. პატა, ძალიან სულელურად მოვიქეცი. ვიცი, შენ მართალი იყავი და ჩემთვის აკეთებდი ყველაფერს და მე შტერმა კიდე რა ვქენი. პატა, ძალიან გთხოვნა რა. უბრალოდ ემოციებს არ უნდა ავყოლოდი და ესე ცუდად არ უნდა მოგქცეოდი. მაპატიებ, ხო? არის გაპატიებ.
პატა, ეს გოგო ვინ იყო აქ რასაკეთებდა? თეკლა, რო გითხრა რომ ბეჭედზე რეპეტიციას გავდიოდი მეთქი ამაზეც დამიჯერებ? შენ როგორ ფიქრობ? რეპეტიციას გავდიოდი. ვაიმე პატა, მომისმინე, ეხლა ნურც თავს იშტერებ და მეც ნუ მაშტერებ, მითხარი რა ხდება? რა ხდება თეკლა? აბა რა უნდა ხდებოდეს თეკლა? მაგრამ ზუსტად ის არის შენ რაც იფიქრე. შენი ეს მე მოვედი ვიფიქრე განიცდის მეთქვი ბოდიშს მოუხდი თქო და შენ გართობაზე გადახვედი ხო უკვე როგორ არ გწხვენია პაატა მე შენ თვითონ როგორ არ გწხვენია თეკლა აი იმის მაგივრად რომ გამოგერკვია სინამდვილეში რა ხდებოდა და იმის მაგივრად რომ გენერიულა ადექიდან ლექტორთან წახვედი პაემაზე უყურებ ხო არ გწხვენია თეკლა მართლა როგორ გამცვალე ვიღაც უცხოეთში მიღებულ განათლება მიღებულ ლექტორზე როგორ გამცვალე არქივის სტაჟიანი მუშაკის თანამშრომლის შენამუხტანაში წესი როგორ გამცვალე გიკითხები ვიღაც უცხოეთში მიღებულ ლექტორზე როგორ ჯერესეთი პატარა პაემაზე მთხოვა რომ ყავაზე დაგპატიჟებოდა უარი ვერ უთხარი ლექტორია მაინც გაჩუმდი ლექტორია გაჩუმდი რას ქვია ლექტორია თეკლა ვიზე რაში გამცვალე კოლოკვიუმზე გამცვალე თეკლა არ ვცხოვრ უნამუსო ხარ პატარა მატყუ არა უტრინო ეს კარაფშუტა ეს აყვაყუდა გაწეწილი დაბალ ხელფასი ეს ნახე თავადი დიდი ცხვილი ხო ჭირს. არაფერი მე მეგონა ცხელი წყალი შემასხმია. იდიოტი ხარ. ეხლა მე იდიოტი ხარ და იდიოტიც ხარ, გაიგე? ატა საერთოდ ნუ მე ვაპარაკები. ვაკას უყურე ერთი მართლა. მიყურე. ჩემი ნიტია ძალიან ძვირი ღირს მომეც მე რატო დევს სასურველად ის რატო დევს ეს ისი რას გიტყვი თქო ვერ გიტარ გაიგე შეუნამოსო როგორ მაგას როგორ მიფედა მაგას შეუნამოსო ხაჭი ალო გისმეთ კოტე ბაბუა დიახ კარგად ვარ პატას არცალია დიახ აი რო გათავისუფლდება დაგირეკავთ კარგად იყავით ბაბუა შენი იყო მართლა მე როგორ არ მეკინა ურატო მეტი ხელფასი არა მაქვს რა დაგალურჯები ეს ხო შენია? დადე ისოდი არის რო დადე ეკაიცო. არის რო დადე. დასაკეთე. კარგი თეკლა, კარგი, გამოდიხთ სადა. ხები ბატა ქათამი როგორ მესწრონე? ეხლა როგორ გულგულზე ქათამი. მოდია სათბიდიხ. ჩემ პოსტეკას ხელი არ მოგიდო. დასაკეთე, დადე ბალიშია. გაიტრია ამ სახლიდან და წადი. თუ შენი სახლია, ხო ძალიან კარგი მე ჩავავაგე ჩემი და წავა. ამბიდა. მე ცოტა სამაჩებ რო გაიგებს მაგამბოს რა დღეს ჩავა. მეტი სხვა რაგზაგა, მეტი რაგზაგა, ხო წადი და გაქანდა მამაშენს მოუყევი, მამაშენს მიდი ხო? შენ თუ გონია მამაშენის მეშინე ძალიან მართლა რა. მამაშენს, თუ მაგარი ხარ დედაშენს მოუყევი, აბა. მეზიზღები პატა და არასდროს არ დამირეკო. და ხომ დის რა. Mams, Tell him who's smoking. Oi, mira sumia. Vai.
ვაიმე ჩემი ბერაკი ვაიმე ამას კიდევ ვერადოს ვერ ვიტანდი რა ახალი წელი. აუ, ლაშაბიძე ძველი თახალწლამდე ვერ დაიძინებს ამ ბათქაბუტკში. საწყაი ლაშაბიძეა. ისე მარტო მაგას ხوار შევაწუხე. ესე იგი აი ეს. მე დიანას დაურეკე, ახლა მოვა ბარში და თქვენ მანამდე მიხედეთ ნამწყოს უარ დაიწვას. ხო. ლაშა მოგენატრა. კარგი რა, ნუნუ ბიცოლა, არ მომენატრა. გადავწყვიტე რომ უნდა დავშორდე და ყველაფერი საჩუქარი რაც კი მომცა უნდა დაუბრუნო უკან. მოიცა ყველაფერი უნდა დაუბრუნო? კი. ლაშა საგზურით? კი. ლაშა იქნებ საგზური, მე მომცეთ, მე დაემზარი წავალთ. კარგი რა, ნუნუ ბიჭო, ეხლა ამისთვის მცხელა კაცო მე. შენთვის თორე მე განარამე. კიდე. მოდის ხო. ლაშა, მაინც უხეშად უნდა ელაპარაკე და რაც არ უნდა იყოს დედის ტოლი ხალია. ხარ ჩემო ლომო. კარგად დიანა. მოდი აქ დამისკუპდი. არა, არ დავსკუპდები. საერთოდ ეს ჩემი კაფეტერია და მინდა აქ დავსკუპდები, მინდა იქ დავსკუპდები და თუ მინდა საერთოდ არ დავსკუპდები და ვიქნები ესე ასკუპული. ლაშუნა, რისი თქვა გინდოდა? ძალიან სერიოზული საქმე მაქვს შენთან დია. ხო, ოღონდ ერთით, მანამდე შენთვის ერთი სიურპრიზი მაქვს. არა, არაფერი არ მომცე, არაფერი არ მითხრა, არაფერი არ. არა, გეხვეწები იყავი ესე და იჯექი ჩუმად. მაშინ მოდი და გამაჩუმე. ისმე. დიანა. ხო. შენ ძალიან კარგი ადამიანი. ძალიან დადებითი და ესეთი კარგი, მაგრამ მე არ მინდა რომ მოგატყუო. მე გადავწყვიტე რომ ჩვენ უნდა დავშორდეთ. კარგი რა, რა დროს დაშორება? მე ეს ტუჩები არ მოგენატრება.
ნუ აკეთებ ეგრე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ხდები ეგრე, როცა აკეთებ, აღარასდროს აღარ გააკეთო ეგრე, ეგ დამღურწკლა კიდე. ჩემო დათუჩა. და კიდევ დიანა, ნუ მეძახი ნურცერთი ცხოველის, ფრინველის და ნივთის სახელს. აღარ ჩენი ბოკვერი ვარ, აღარც გუგული და აღარც და ისა? ეგ მით უმეტეს. ესე იგი ყველაფერი დამთავრდა? არც დაწყებულა. აბა სასტუმროში რომ მეხუტებოდი და მეუბნებოდი. კარგი, დაიწყო, მაგრამ დამთავრდა. ესე იგი მართლა დამთავრდა? კი, დიანა დამთავრდა და მე შენ საჩუქრებიც უკან უნდა დაგიბრუნო. აი არც ეს საგზურები მინდა, არც ეს მანქანა. ფოტოშორის დღეს დილით სიტი პარკში გადაუყვანია და გამოიყვანე. და დათუნია დაიტოვე? არა დამჩა, რატო დამჩა კაცო? იმასაც დაგიბრუნებ. მოგიტან და დაგიბრუნებ, კი. კარგი, თუ დამიბრუნებ, მეც დაგიბრუნებ. ყველაფერს რაც კი შენ მაჩუქე. რას? თითოეულ კოცნას, ლაშა. მოფერებას, ალერს. არ მინდა დიანა ეგ შეთვის დაიტოვე, კონდეს სამახსოვროდ. როგორ მომენატრება ჩვენი თამაშები? კაცრი ექიმი. გაიქეცი, სუგა გაიქეცი. და მრისხანე მეხანძრე. ახლა ეგ ბოლო კი. მაგრამ ჯობია წახვიდე. და ზოგჯერ რომ გნახო ხოლმე? არა. რომ დაგირეკო? არა. წერილი რომ მოგწერო? არა. და ანგარიშზე რომ დაგირიცხო? ახლა თუ ძალიან მოგენატრებ. მოდი, არც ჩამირიცხო, არაფერი, არა. კარგი ლაშ, მე წავა. შვიდობით. აი ეს ჩემი უკანასკნელი საჩუქრა. და უკანასკნელი საჩუქრა. ვაიმე რა მაგარი საათია. ნუ ბიჭოლა. ბიჭო, მიდი დაეწიე და მიეცე საათი მიეცე. მიდი დაეწიე და მიეცე საათი. აი ვერ დავეწიე ლაშა და. დაეწიე, რო დაუბრუნდი კაცო, დაეწიე. ამერ დაეწიე. მიდი კიდე. ლაშა, გუშინ დიანა მიცი როგორ განიცადა შენი ამბავი? არა, კი ვიცოდი რომ ინერვიულებდა, მაგრამ ასე თუ განიცდი და მაინც არ მეკონა. ლაშა, კაბინეტში რო შევედი ტიროდა. არა უშავს ელენე, მეც ვტიროდი. ხო, როდის? როდის და ყოზით ფელამუშ რომ მაჭმევდა პარკში მაშინ. გაჩედი. ხო, ვიცი ლაშა, მაგრამ ასე მაინც არ უნდა მოგცეოდი. და მე სხვა ფორმა უნდა მოგეძებნა. სხვათა შორის ლაშა, თხილად იყავი რამე არ მოგივიდეს. მომივიდეს. სამსახურში ისე დაცოფა ყველა რომ ახლა მთელი თანამშრომლები შემგწყევლიან. წყევლიან, ახლა წყევლან. რა ვქნა, ელენე ახლა მეც არ მინდოდა ასე გამოსვლოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. ჩემი ბრალი არ არის თქვა. ხო, ლაშა, მეც ძალიან განვიცდი. თან ჩემი ბრალია ყველაფერი. ლაშა, იცი რას ვფიქრობ? რო დაელაპარაკო ცოტა სხვანაირად აუხსნა, უთხარი მეგობრებად დავრჩეთ თქო და რამე საჩუქარი რომ თქო, ასე შეურაცხყოფილად აღარ იგრძნობს თავს. არ ვიცი ელენე, მეც ვფიქრობდი რომ რაღაცა დაველაპარაკებოდი, რაღაცა სხვანაირად გმინდა რომ გამოვიყვანო მდგომარეობიდან, მაგრამ იცი რა არის, დაველაპარაკე, მაგრამ აი რა ვაჩუქო? არ ვიცი. ლაშა, რამე მოვიფიქროთ. დღეს გავალ თუ რამე ავარჩიე, გიყიდი და მე შენ აჩუქე. ოღონდ ელენე მომისმინე. გულის ფორმის, ეს ყვავილის ფორმის და ეს ღრუბლის ფორმის არაფერი არ იყიდო რა. მოიცა ღრუბლის ფორმის რატო? რატო ელენე? ხარზე რომ ადებდა თავს, მეუბნებოდა რომ ჩემი ღრუბელი ხარ. ეხა ღრუბელს გავალ. არა, იმიტომ ვამბობ, რომ ეს სასიყვარულო საჩუქრად არ მიიღოს, ხო ხვდებია რა? ხო. რა უნდა ვქნა, აღარ ვიცი რა. ჰა? რა გჭირს? დიანაზე ვნერვი.
რიტა შეიძლება მოხდეს. ოჰო. ცეცებუზი ფეხსახსრიანთა გვარის ფთახიშის ფარფლიანთა ოჯახის წარმომადგენელია. იგი გავრცელებულია შუა აზიის უდაბნოებსა და აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროზე. შენს რა დღეში ყოფით ხარ? ნახეთ პროფესორო, რაც ნუნუს სიყვარულის ისტორია გავიგეთ, მას შემდეგ ნუნუ როგორ კბილად გვექცევა. მე ფრიდო, რა დაგემართა, რა მკვდარი ცხენივით ეკრიჭები. თქვენ დაგცინეთ. მე? ვინმეს ხარ მოუყევი? არა. ამ ისტორიას სამარეში ჩავიტან. არ ჩაიტან და ჩაგაყოლებ. ალბათ რომ ემზარისთვის ხომ არ გითხოვთ თქვენი საიდუმლო. აი მე არა, ინერვიულებს, მას დაიწყებს და გალოცდება. და ისა, ალბათონო ნუ. ემზარი უფრო გიყვართ თუ ის? ემზარი რა თქმა უნდა, 30 წელია უკვე ერთად ვართ და 70 წლიდან მართალია 28 წელი ეზოში ზის და დომინოს თამაშობს, მაგრამ მივეჩვიე უკვე. არც ინდირასთვის არ გითხოვთ? არა, არ მინდა გული ბატონო. არა, გული რატო უნდა თქვით? შეიძლება გაეხარდეს კიდეც ემზარი რომ ამისი არ არის. და იმან თუ იცის შვილი რომ ყავს. არა. არ გინდათ ალბათონო, ნუ მოვძებნოთ სადმე და უთხრათ ეს ყველაფერი. ამე სად უნდა მოვძებნოთ? იცი რამდენი წელი გავიდა? ინტერნეტში. ინტერნეტში? რა არის იცი ერთხელ კეკუჯის პარკში დაიკარგა და ძლივს ვიპოვეთ. ამხელა ინტერნეტში როგორ უნდა მოვძებნოთ? რუსეთში მოღვაწეობს, ხო? ხო და მაშინ ადნაკლასნიკები დაგჭირდება. დაგარეგისტრირებ და მოვძებნოთ. რა, დამარეგისტრირებ? დედა როგორ მიბედავ ამას? ჯერ ესეთი გათხოვილი ქალი ვარ. დაშორდი დიანას? როგორც იქნა. რა იყო იმე სხვა ქამაგითხრა უფრო მაგარ მანქანას გიყიდია? შენ მიდი მან წაიკითხე რაღაც ბუზებს სწავლობ თუ რასაც სწავლობ და ბევრს ნუტლიკინებ აქ. უყურებდი ამას. ელენე, სწავლა არ დამთავრდა კაცო. სემესტრის ბოლო გამოცდები აქვს ჩასაბარებელი. წარმოგიდგენია ლაშა, გუშინ მითხრა სექტემბერში წიგნები მქონდა საყიდელიო. არიცი მე რას ფიქრობ თქვენ ამას? დედა, წარსულით მუცხოვ მომავლით იცხოვრე. რომელი მომავლით? რომელი მომავლით და იმე რომ გამოცდებს ვერ ჩავაბარებ. მე 1000 პრობლემა რომ ექნება, იქ სკოლაში დაგიბარებენ, იქით ახალი წელი მოდის, მოკლედ გაერთობა კაცი. ნიკა, მორჩი ახლა მაიმუნობას მიდი მოემზადე, წიგნების მაღაზიაში უნდა წავიდეთ. აუ არა, მე ვერ წამოვალ წიგნების მაღაზიაში. რატო? რატო და იქ მე მგონია რომ ეს წიგნები მოვლენ და დამიწყებენ მე წამიკითხე. მიდი დროზე მოემზადე. ეს კლასს გარეშე საკითხავ კიდე რა გამოიგონეს. კლასში არ ვკითხავ არაფერს და კლასს გარეშე წავიკითხავ. ეს ისტორიაც კიდე ყველაზე ცუდი საგანია რა. ისტორია რატო? რატო არ მოგწონს? რატო და ისტორია ხო წარსულში რაც მოხდა ის არის. ხო და ჩვენ რო ვსწავლობთ ამ წარსულს, ეს წარსული იზრდება და ემატება. აჰა, აი ხა რაც ვაპარაკე ყველაფერი სასწაული მაქვს. აი შენ ადი ბევრს ნუტლიკინებ და ისწავლე ის ფთეხეხეშე ლინიანი. ვაიმე ელენე გეხვეწები ნუ ისვა მეგრე ტუჩ საცხს ჩემ თანდასწრებით რა. დიანა მახსენდება და ცუდად ხდება. ელენე როგორი საინტერესოა რა. თერი აი როგორ გაძლო უჩემო თელი ერთი დღე არ უნახი ვარ. ისე ლაშა მაგდათში ვიდეო თვალი ხო არ აქვს ჩამონტაჟებული და იქიდან ხო არ გიყურებს. შენ სულ ხუმრობის ხასიათზე ხარ რა? ვიდეო თვალი არა ვიდეო.
მოვუძებნოთ. თუ არ დაელაპარაკები, სურათები მაინც ვნახოთ. შეგაგიხმეკთ. აი, ყველაფერი შევავსე, პაროლის შეყვანაღა დარჩა მარტო. პაროლი. რამე ისეთი მარტო თქვენ რო იცი? მარტო მე მოიცა მოვიფიქრებ ახლა. ესა ერთხელ მე და ჩემი მული ბაზარში ვიყავით. ხო და დავინახეთ რომ ჩემი მულის ქმარი ეკურკურებოდა მემწვანილეს. ხო, მოიცა ჩემი მულიც იქ იყო და ნეტა ახსოვს ეს ისტორია. ჯამხელა ისტორიას მაინც ვერ ჩავწერთ. ერთი სიტყვა უნდა იყოს, ერთი. ერთი სიტყვა და ერთი ჭირი შენ როგორ ამტეხი ამხელა ხალი. ო, კარგია. თქვენი პაროლი იქნება ჭირი. ჭირი, კარგი. ეს სურათის დავამატო თვითონ თქვენ ხართ და მორჭ. აი ეს მაგალითად. ეგ არა, გეხოწება ეს მეორე. ნახე რა ლამაზიათა რა კარგად ცეკვავს. წინა სეზონში სხვათა შორის კარგად ცეკვავდა. თან მე მგავს. ეხლა იმ კაცის სახელი და გვარი შევიყვანოთ პირველად რომ ვა, რა იყო? ვერ მოძებ. იქნება სხვა სახელით არის ან საერთოდ არა აქვს ეს ადნაკლასნიკები. შეიძლება. ან შეიძლება რა არის, იცი? რა? შეიძლება მოკვდა. ხო. აი ზუსტად ესეთი წარმოვიდგინა ჯოჯოხეთი. რა? აუდედა არ მინდა წიგნები რა ასაფეთქებლები მიყიდეთ ხო? ასაფეთქებლებით აპირებ ჩაბარებას? შენ მიყიდა გამოცდების საერთოდ არ ჩატარდება. ნიკა, მიდი დროზე არჩიე წიგნები. აი ეს მიყიდა. ეგ რა გინდა? რა ვიცი ხელი. ნიკა. თქვენიც რა დაგეხმარო? გამარჯობა, ნიკა კონსულტანტი გოგო და უთხარი რა წიგნებიც გჭირდება. ნამცევადის ბუნება გააქვთ? არა. აი, არა. გოროზიას მათემატიკა? არა. და ჩიკვაიძის ისტორია? არა, არც ეგ გვაქვს. ოქ, არაფერი არ აქვს. ხო, სახში წავიდეთ. ხო. ნიკა, შენ გონია დამავიწყდა შარშან როგორ მომატყუე. მიდი ახლა ნამდვილი ავტორები უთხარი. ვებხვადის მათემატიკა გააქვთ? კი. აი. მეც არ მიყვარდა კითხვა. ბავშვობაში. თქვენს კონსულტანტი ბრძანდებით? არა, მე ილია ვარ. ეს ვაჟა, ის გალაქტიონია. თქვენი შვილია? დიახ, ჩემი შვილია. დადმასავით გამოიყურებით. რა მიზნის არის? გამოვიცნობ. 30-ის. დადმა. აი მე გიჟდები, როცა მამაკაც შეუძლია ნებისმიერ დროს გაგაცინოს. მე ნიკა ვარ. დედა ჩემი და მამა ჩემი დაშორებულები არიან. დედა შეყარებული აყავს და მარტო მზდის. ნიკა რანაირად იქცევი დედა გენაცვალოს. ნიკა მინდა გითხრა რომ იცი რა, მამა შენს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვია, როცა აი ასეთი ქალი ხელიდან გაუშვია. დაუშვია. დედა, თუ გინდა მე წიგნებს დაგიყრით და უფრო რომანტიკული სიტუაცია შეიქმნება. ნიკა. არა, ისე შეიძლება. ვაშა, მე წავედი. აჰა, ესე უკეთესია. აიმე. ხატვა ფიზიკოსო გული გამისკდა. ოპა. რა გჭირს ბაატო? არაფერი, რა უნდა, არაფერი. აღარ დავიძრათ? დავიძრათ რა. ეგ პირველზე ხო? კი. მე მეორეზე ჩამოვამ. და ხურდები დამივთავრდა და თქვენ ხომ არ გაქვთ იმის ხუთეთრიანი?
უი, არა სახლში დამრჩა. აი ეს ძველი კაპიკენები მიდის და ეს ჩააგდეთ. სულელი ეს. შტე. ესე არ ვამბობ ბატონო პროფესორო. არც მე. ვიცი რომ ნაჭყურები ხარ. ნაჭყურები ხარ, ხო? მაგარია. თუ გიყვარვარ ჩერიგდით. არა ხასიათზე ხარ ბატონო პროფესორო, კარგი არა ეს რითერ ჩაეთრა ეს ლიფტიც რა რითერ ჩაეთრა. ბოდიში პატა, უბრალოდ დაძაბულობის გამოხტვა მინდოდა. დანანანა. მათემატიკის წიგნი. ბუნების საგამოცდო სახელმძღვანელო აღარ გქონია. საერთოდ ფიზიკის წიგნია და როგორი შევით გამოცდების წინ არ ვიცი. აუ, ნიკა, ეხლა რა ვქნათ? იქნებ მე დაგეხმაროთ, ჰა? იცი რა, გამომცემლებებთან მაქვს ურთიერთობა, შემიძლია დავრეკო და გავარკვიო, სად შეიძლება ამ წიგნის ყიდვა. ახლავე და არა, ახლა არ დარეკოთ. მე ჩემს ნომერს ჩაგიწერთ. დიახ და როგორც კი გაარკვევთ, ეგრევე სასწრაფოდ გადმომირეკეთ. ელენე, დიახ. აი მე ძალიან მერიდება ჩვენს გამო ასე რომ შეძლო. არა, პრობლემა არა, როგორ გეკადრებთ. ყავაზე დაგპატიშებდით. შემოვნებით. მაგრამ ნიკა მყავს სახლში მისაყვანი. წავალ მარტო. ნიკა, დედიკო, სამზარეულოს მეორე უჯრაში ჩურჩხელადებს და აიხე. შეიძლება? კი, შეგვიძლია წავიდეთ. მომდარით? დიახ, მე თავისუფალი ვარ, თანაც მთელი დღე. სასიამოვნოა. ერთი წუთით დავრეკავ, თუ შეიძლება? კი ბატონო. თეკლა, შენთან პატარა საქმე მაქვს. გეხვეწები სარეცხ მანქანაში სარეცხი შევყარე, დაამთავრებდა უკვე, გამოიღე და გაფინე, კარგი? ხო, კარგი. თეკლა, მაცივარში ხორცი დევს, გამოიღე მოხარშე, რომ საღამოს ვახშამი გავაკეთო. კარგი. თეკლა, სულ დამოვიწყდა. ჩემი პიჯაკი ჩამოხსენი, გაშრებოდა უკვე. ხო, კარგი. თეკლა, რაც მთავარია დამოვიწყდა. ლაშა მთხოვა ქალისთვის რამე საჩუქარი მიყიდეო. ხო და გეხვეწები უყიდე რა. 100-200 ლარის ფარგლებში. ხო, რომ მოვალ მოგცემ. თეკლა, მე ერთი ძალიან სიმპათიური საქმე გამომიჩნდა. ხო, თეკლა, რომ მოვალ მოგცემ. შეგვიძლია წავიდეთ. დედა, იცოდე 8-ზე სახლში იყავი და რეკვები არ დამაწყებინო. სეპანახან მე და თათიას არ ლაპარაკობთ ხოლმე. მართლა ჩხუბობთ ხოლმე? არა, უბრალოდ სალაპარაკო არ აქვს. საზის ხარი ზარია. ალო? ხო, სოფი. კი, ახლა გამოვედი სახლიდან. არა, იცი რა. კი, ხო, არა, ელენე მთხოვა და კარგი, მაშინ სხვას თხოვ. კარგი. ბატონო პროფესორო. ბატონო პროფესორო, იცით რა ვიფიქრე? ელენე მთხოვა რომ რაღაც საჩუქარი იყიდო და მე ვერ ვასწრებ, სოფის უნდა მივუტანო ნაწერები ინსტიტუტში და თქვენ რომ მოგცეთ ფული და თქვენ იყიდოთ. მე რა უნდა ვუყიდო? რამე აი საჩუქარი რომ აარჩიოთ. კვანტური ფიზიკის 8-ტომეული გამოვიდა ძალიან. არა, აი რამე უფრო ქალური. ქალურია ეს პრიალა ვარდისფერი ყდა. ხო, გასაგებია, მაგრამ უფრო ქალური რამე გეხვეწებით რა ძალიან გთხოვთ. კარგი, მომეწ. ხო, კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო პროფესორო. აი, დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო პროფესორო. ბატონო. ეს მაგარია შენ და თელა რო დაშორდით. აბაზანაში მეტი თავისუფალი დრო მექნება.
რა ბატონო პროფესორი, წავედინე. არაშებით ამოგიხართ. არა მე ვიქნები ცოტა ხანი კიდე. აი მაშინ. წარმოგიდგენია რამდენი რუსი ქალია დარეგისტრირებული. ვაიმე. კიდევ კარგი კომპიუტერი არ მაქვს, რომ სულ გავაფრენდი. ნახე რაღაც ანთია რა ვქნა. რა ვიცი, ახლა მე ამისი არაფერი არ ვიცი და. მე დაჭირო ხელი არაფერ ხდეს. სად არის პროფესორი, სად დაიკარგამდენ ხას რა. აი მოვიდა ნახე. ვაიმე. ჯერ სახში გავიარე თათიას პროდუქტები აუტანე. მე ლიფჩი ვიდე კედელს უყურებდი და ეხლა ეს უნდა წავიდე მეჩქარე. ვაიმე სად უნდა წახვიდე? და ლაშას ელენეს უთხოვია ვიღაც ხალხის საჩუქარი უკიდეო და მე თეკლა შემხთა ლიფჩი და იმან მე მთხოვა. რა უნდა უყიდო? არ ვიცი რაც მომივა იმ ფულით. ხო, მოიცა, მოვიფიქრე. აი, ბეჭედი მაქვს გასაყიდი. ნახე. აი, ნახე. უძვირფასესი ბეჭედია და თანია ფიყრის ძალი, მე უკვე აღარ მომწონს. შენადანი გაქვს ფული? 200 ლარი. ეს ძალიან ძვირიანი ბეჭედია. 250 ლარი ღირს. შენ და ლაშა ხომ ძალიან კარგი მეგობრები ხართ. 50 ლარი. რომ დაუმატო ლაშას არაფერი არ მოგივა. ჩვენ საღალ წახვალ და კარგი სანახმაა. კარგი მომდის ფული. ეს 200 ლარი და ეს დანამა. ვაიმე, რა მალე დამეთანხმა, ხო არ მომატყუა რა მე. აკრაფტება, ხო არ მოუწერია. მოდი ნახე რა პატრონო, გამოდი აქეთ შენ, გამოდი. რამდენი ქალია? სულ ქერათმიანი. სულ. მოუწერია რაღაც. მართლა? ვის? ემზარს. ემზარს მაგას დავამეგობრებ, ეხლა მე სიკვდილთან თუ ჩავარდი ინტერნეტ კაფეში. ვერ პოულობ ნუნუს პირველ სიყვარულს. ვერ. და ძიებაში რუსეთი რომ ჩაწერო? ბატონო ფრიდონ, 152 მილიონი კაცი ცხოვრობს რუსეთში და დიდი ხანი მოუნდება ძალიან. ისე თუ არ გეჩქარებათ არსად შეგვიძლია. მანდამაის ბოლო ხო არ იქნება რუსიაში. და სახელი და გვარი ერთად რომ დაწერო, ასე წერდა ხოლმე. აჰა, ორი კაცი დააბრუნა. მართლა? რაჩვენება? აბა რომელია? აი, ეს არის სიმპათიური ეს. მანქანას ყავს ეს აირჩია ეს. ვაიმე ეს კაცია, მე შენ აგირჩია მიწამ, მაჩვენე ერთი მაჩვენე. აი, ეს არის გიშრის თვალება. დედა როგორ არ შეცვლილა. ვაიმე სუცალზე დამომდრეჭები ახალგაზრდობა. შემეშალეს ხაგვერზე ყოფილა შესული. მივხვდი, მაგრამ რა ვიცი შენ ესე თქვი და. აი ეს. აბა, აი ეს არის. ვაიმე როგორ გაჭაღარებულა. რა იყო, ნუ რატომ წამოწიწხლდი, ჰა? რა გაგახსენდა? გაჩედი კაცო. თანახეს უხუთიანი პლუსებით აქვს. ეთყობა შეძლებული სანაცნობო წრეყავს. რამე ხო არ მივწეროთ? და რა უნდა მივწეროთ, რა ვიცი რა. რას ქვია, რა უნდა მიწერო? მიწერე რა, მე გავს ვის ვიპოვეთ. ვაიმე, კარგი რა უნდა მივწერო. აბა ქალბატონო, ეს რომ მივწეროთ, ნახეთ აბა. ნახეთ აბა. ცოტა წამაკითხე. წაშალე ხავე, შეუზრდელო, შეზეებზე რა. წავიკითხე ეს წიგნი და მივხვდი. ადვილი ყოფილა ხო? არა, მივხვდი რომ ჩემგან არაფერი არ გამოვა. ნიკა, მაინც მოგიწევს მეცადინეობა და გამოცდების ჩაბარება. ხო, ვიცი, მაგრამ არ ცუცადო. მოვედი, აბა როგორ ხართ? ძალიან სულდა. მე ძალიან კარგად. ხო, შენ გასაგებია სამეცადინო გაქვს და ელენე, შენ რატომ ხარ ძალიან კარგად? თეკლა დღეს ერთი ადამიანი გავიცანი, მამაკაცი. ვაიმე თეკლა, ისეთი განათლებულია და ყურადღებიანი. ელენე, რა ხდება? რა ხდება თეკლა და დღეს მე და ნიკამ ერთი პიროვნება გავიცანით და ნიკას ძალიან მოეწონა. ხო, ძალიან მომეწონა, უბრალოდ ყავაზე დავპატიჟე და ელენეს დამტოვებელი არავინ არ მყავდა და ელენეს თან წავიყვანე.
ნიკა, 10 წუთში მაბარებ გაკვეთილებს. ელენა, გეხოცები მომიყვევი ყველაფერი, ვინ გაიცანი, სად გაიცანი, სიმპათიურია. აი მე თეკლა ძალიან ისეთი ლამაზი თვალები აქვს, ეგეთი მწვანე ფერის თვალები არასდროს მინახავს. როგორ თეკლას აქვს ეგეთი მწვანე ფერის თვალები? ლაშაბიძიას, სტურუების სიძეს და ჩემ ფიზკულტურის მასწავლებელ ზაზას. ხო, კარგი. თვალის ჭრილი აქვს ლამაზი. ჭრილი ხო? ნიკა. რვა წუთი დაგრჩა. აუ, ეს არ ხურობს. თეკლა. ავალ მე და მე მომიყევი რას მოგყვა და გეტყვი რა მოგატყვა. ხო, ვიცი 7. ელენე, მომიყევი ყველაფერი გეხოცები. ესე იგი, საშუალო სიმაღლის არის, ოდნავ მსუქანი, როგორც გითხარი მწვანე ფერის თვალები ქონდა და ისე უბრალოდ ეცვა. ვაიმე, მართლა ელენე, წარმოუდგენელია ეგეთი ბიჭი არსებობდეს. არსებობს თეკლა და ვიცი რომ შენ ძალიან მოგეწონება. მე და შენ ხო ერთნაირი გემოვნება გვაქვს. ხო, რა მაგარია ელენე. ნეტა შენ მაინც გაგიმართლოს თორე მე. კარგი რა თეკლა, ისევ პაატაზე ფიქრობ. კარგი რა დაივიწყე ეს პაატა. შენ ცხოვრებაშიც გამოჩნდება ვინ? ხო, სხვათა შორის თეკლა, შენს და შენს ლექტორს შორის ხდება რამე? არა, ელენე, ის მე პრანჭება, მაგრამ მე არ მომწონს. რაღაცნაირი ტიპია, არც მაღალი, არც დაბალი, მსუქანსაც ვერ იტყვი, მაგრამ არც გამხდარი, რაღაცნაირი მომწვანო თვალები აქვს და ჩვეულებრივად აცვია. მართლა? კარგი თეკლა, ხა ადამიანი გარეგნობით ხო არ განისაზღვრება. ხო, მაგრამ რაც უინტერესო ადამიანი მგონია. ცუდია. აი ეს ბიჭი მე რო გითხარ, ისეთი საინტერესო პიროვნება, ჯერ მარტო ისეთი დახვეწილი იუმორი აქვს, თეკლა მომკლა იმდენი მაცინა. მართლა, რა კარგი ელენე, აბა ჩემ ლექტორს ისეთი იუმორი აქვს, მარტო თვითონ ეცინება თავის ხუმრობებს. ისე ხუმრობს, მარტო სულელს თუ გაეცინება კიდე მაგის ხუმრობებს. დედა, მე საინფორმაციო გადაცემას უყურებ და გაკვეთილებს მე ვისწავლე. შენ უნდა უყურო საინფორმაციო გადაცემას? ხო იცი არა დედა, ოღონდ გაკვეთილები არ ვისწავლე და ყველაფერზე ვარ წამსვლელი. ნიკა. უი, ვაშა. შენ აქ იყავი? კი. ბანაული. მე 1 საათის წინ მოვედი და ვერ დაგინახე. ხო, არა, შუა დღეს შევედი, აბაზანაში ვიწექი და ჩამეძინა. ხო, აი ახლა გამეღვიდა წყალი რო გაცივდა რა. ვაშა რა. მოგძანდით. აღმოჩნდობისა შეიძლება? აშა ერთი კითხვა მაქვს შენთან რა. დიანა არის ლიფტში გაჭედილი და გამოვიყვანო? გინდა დავტოვე, პრობლემა არა. ბატონო პროფესორო, არა, უნდა გამოიყვანოთ, აბა რა უნდა აქნათ? ხო, რა ვიცი. რა ვიცი, ისე მაინც კითხეთ, რომ რა ვიცი. არა, თუ კიდე ნუ იჩქარებთ ისე. ლაშა, წამოდი ბატონო პროფესორო გამოვიყვანოთ. მოიცა, ლაშა, აბა დავშორდი დიანასო. გაცროვიდა? კი, თეკლა, დავშორდი, მაგრამ იცი რა არის, უნდა ავუხსნა ცოტა უხეშად გამომივიდა დღეს ლაპარაკი და უნდა ავუხსნა რომ რავი მეგობრებად დავრჩე თქვა და ბოდიში უნდა მოუხადო მოკლედ და დაურეკე და მოვიდა. დაურეკე კი არა, დედამ დაგარეკინა. შენ უყურე მანდ საინფორმაციოს უყურებ თუ რაღაცას უყურებ რა? ხო, უყურებ და ცუდად გავხდი, ერთი წესიერი ინფორმაცია არ გამოუცხადებიათ, გავგიჟდი ბავშვ. გამარჯობა დიანა. გამარჯობა თეკლა. გამარჯობა. დიანა, დღეს ძალიან უხეშად გამომივიდა. ხო, ცოტა უხეშად გამომივიდა შენთან საუბარი. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. არ მინდა რომ მოგატყუო. დიანა და იცი მე შენთვის პატარა ერთი წუთით რომ მითხარ გიყიდე საჩუქარს მიყიდე? ერთი წუთით მე რომ გთხოვ ვიყიდე საჩუქარი მიყიდე? ერთი წუთით? მე რომ გთხოვ საჩუქარი იყიდე უყიდეთ? ერთი წუთით. აი.
აი. დიანა, ძალიან გთხოვ ეს მცირედი საჩუქარი ჩემგან გამომართი გთხოვ. იქნებ გამომართვა გთხოვ, დიანა გამომართი. ვაიმე ლაშა. ესე იგი, ვაიმე ლაშა, თანახმავარ. საკორწინო გეჭდის ჩუქება ლაშა რა საყვარელი ხარ ჩემო ბაჭია თანახმავარ რომ ჩემი ცოლი გავხდე არ არის ეგ ბეჭედი ბეჭედი არ არის ეგ ბეჭედი სად არის არ არის ეს ბეჭედი არ არის ეს ბეჭედი ეს არის ეს ყელსაბამია პატარა ეს სამაჯურია ცალისაყურე ელი ცხოვრება ამ მომენტზე ვუწნებობდი ილოცავთ არა ვიცოლა ილოცავ ლაშავიძია მადლობა გილოცავთ ძალიან დიდი მადლობა. ეხლავე გავიქცევ ლაშუნა და საკორწინო კაბა შევუკვეთავ. შესახი დამელოდე. რა სახში დაგელოდო? დიანა, ერთი წუთი მომიწმინდე. გიშინია კურსებზე შევივლი, შეხონდო იცეკო და შევივლი და ჩაგწერ. რა კურსებზე ჩავწერ? ყველაფერს მოასწრებ ჩემო სიცოცხლე. მოიცადე დიანა. ეს რა გამიკეთეთ, ა? ვაშა, რა ჩვენი ბრალია გეთქვა გუშინ წესიერად. გამატარე ხარ ნორმალურები ხარ საერთოდ კაცო ნორმალურები ხარ მაინც რა არის ჭეშმარიტი სიყვარული არა აი მე ელენე ვაშა 1 საათია ჩაკეტილია ოთახში და ხო კარგად არის ნეტა არ ვიცი გონი ძმა დავხუპე ნიკა, მიდი შედი ჩუმად ლაშას ოთახში და ნახე რას აკეთებს. მიდი. აუ, ვიცი, სამდერი სამეცნიერო მოხდა კიდე მაცდერე რა. ვაშავიძეს ქორწილი გამაყლდა. კარგად არის? კი, ტირის. რა? ვერ გაიგე? ტირის. ჩემი ბრალია ჩემი მე ვარ ერის აი ჩემ თავზე მეჭლება ნერვები არ უნდა გავშორებოდი პირველ ცოლს რა არ უნდა გავშორებოდი ან მეორეს